მომდენო 5 წელიწადს როგორც ხედავ, რომ ელექტრომანქანები შემოვლენ და ჩაანაცვლებენ ამ ბენზინიან მანქანებს. იცი რა, მე მაინც ესე მგონია, რომ უახლოესი 5 წლის პერსპექტივაში, შეიძლება ავტოპარკის დაახლოებით 10-15% მაქსიმუმ ჩანაცვლდეს ელექტრომობილით, მეტი ნამდვილად არა. ჩინურ მანქანებს დრო ჭირდებათ, ერთი მინიმუმ 5-10 წელი მაინც რომ სანდოობა მოიპოვონ ბაზარზე. ამერიკიდან როცა უყიდულობ მანქანას, რა შემთხვევაში შეიძლება მომატყონ? თაღლითობის რისკები ზოგადად ყველგან არის. მანქანას ჭირდება სწორი შერჩევა. ესე ორი სიტყვით შეიძლება მარტივად ჟღერს, მაგრამ მანქანა გადის 1000-ობით ეტაპს და 1000-ობით კილომეტრს და საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია ზოგადად. ყიდულობს სურათებს, არ იცის რა იყიდა რეალურად. ავტომიმართულებით ძალიან დიდი კონკურენცია ბაზარზე. თქვენ რა დაგეხმარათ მომხმარებლისთვის აი ეს ნდობა რომ მოგეპოვებინათ? ჩვენ შევქმნით გამჭვირვალე პროცესი მთელი ამ პროცესის ყიდვიდან ჩამოსვლამდე. და პირველი ოფისი ჰქონდა ჩვენ კიევში. უკრაინის ომი რო დაიწყო. ეგ პერიოდი როგორ გადავახა? ხო, ეგ საკმაოდ რთული პერიოდი იყო ჩვენთვის. ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოწვევა, რაც ახალ შექმნილ კომპანიას ზოგადად დაატყდა თავს. არა მარტო კომპანიას, მთელ ქვეყანას, ხო და ან უნდა დაგვეკეტა ყველაფერი, ან უნდა გაგვეგზელებია რაღაცის იმედად ეს. $10,000 ბიუჯეტში შენთვის რომელ მანქანას არჩევდი? ხო, ძალიან კარგი კითხვაა. უბრალოდ ჩინური მანქანა ვიყიდო ელექტრო თუ ტესლა? ელექტრომობილებს ერთი ცუდი თვისება აქვს.